დღეს მომზადოთ ქათმის ოჯახური ყველა ასაკს და გემოვნებას რომ დააკმაყოფილებს ზუსტად ისეთი სადილია. დაგვჭირდება ფინოს ფოლგა, რომელსაც გადავაფარებ საჭრელ დაფაზე და ამის შემდეგ ხელსაწყოს დახმარებით ქათამს მოვაშორებ ზედმეტ ბუსუსებს. მე გამოვიყენებ არკლის ზედა მხარე. ყველაზე მეტად მეგემრიელება პირველ ეტაპზე უნდა დავბრეწოთ ორივე მხრიდან და ამის შემდეგ ღუმელში ვაცხოთ ბოსტნეულთან ერთად. ბოსტნეულის არჩევაში სრულიად თავისუფალი ხართ. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან უხდება სამსაკოს გარეცხვა საერთოდ არ არის რეკომენდირებული და სრულიად თქვენ კეთილნებაზეა მას გარეცხავთ თუ არა. შეგიძლიათ უბრალოდ გაწმინდოთ, ან კანი გააშოროთ. ქათამი დაიბრეწა და ეხა ის თუ რა დავუმატოთ ბოსტნეული. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბადრიჯანი, ყაბაყი, თქვენთვის სასურველი. მე ვიყენებ სოკოს, ბულგარულებს და სტაფილოს. ამფერად ლამაზი გამოდის გემრიელთან ერთად. ცოტა წუთი დავუმატოთ. მარილი. ცოტა სანელებლები. ისეთი გამოვიდა. ეხლა დავაფაროთ პერგამენტი, შემდეგ ფოლგა და გამოვაცხოთ. პერგამენტი და ფოლგა, რა თქმა უნდა, ფინოსი. უკვე ყველა მიცით, რომ ჩემს სამზარეულოში ფინო შეუცვლელია. გავუშვათ ხუმელში 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. 40 წუთის შემდეგ მოვაშოროთ პერგამენტი და ფოლგა და დავაბრუნოთ ხუმელში. ზემოდან რომ გადაიბრაწება, სადილიც მზად არის. გემრიელად მირთვით და არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა. ისეთი არომატი აქვს, რომ არ ვიცი, საოცრება არის.